რა ვიცი, ესეთი ფრაზა არის, რომ ისე რომ ელაპარაკო მეგობრებსო, როგორც ჩვენ თავს ელაპარაკებიო, ერთი მეგობარიც არ გეყოლებაო. შენ თავს როგორც ელაპარაკები, ეგრე რომ ელაპარაკო წარუმატებლობის ჟამს, გასაჭირის ჟამს, ერთი ცალი მეგობარიც არ გეყოლება. ანუ მოვა შენ მხარზე სატირელად შენი მეგობარი, გეტყვის რომ ეს მომივიდა, ის მომივიდა, ეს დამემართა, ის ვერ შევძელი და ასე შემდეგ, შენ ეტყვი რომ შენი ბრალია ყველაფერი. იმიტომ რომ შენ თავს ეგრე ელაპარაკები, ძალიან კრიტიკულად, ხო? შეიძლება ყველაზე არ ვრცელდება ეს ბრალდება, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანზე ვრცელდება და თქვენ ყველა ერთად სხვა ადამიანები დღეში შეიძლება გეუბნებიან 2000 სიტყვას, ან 20000, არა 20000 არაფრით არ იქნება, 5000 სიტყვას ყველაზე დატვირთულ სამსახურში. და თქვენ თავს თქვენ ეუბნებით დღეში 20000 სიტყვას. ეს 20000 სიტყვა თუ არის დამაკნინებელი, იცით როგორი ეფექტი აქვს, რომ დადიხარ, ვიღაცა დაკვება და ყურში გეუბნება, არ გამოგივა, ისე დიეტობ, მაშინ რო იდიეტე, ისე ზოგავ, მაშინ რო დაზოგე, რაღაცებს და ნერვებს გიშლის და ისედაც ძნელია ცხოვრება, ისედაც ვერ დაკონცენტრირებულ ხარ და ეხლა ეს ტიპი გვაკლია კიდე კრიტიკოსი, რომელიც გეუბნება, რომ არ გამოგივა, ხო? ხო და მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენი მადლიერება ესე არის აგებული და შეკრული, რომ თქვენ აღიაროთ ის, რაც თქვენმა ოქროს თევზმა, რომელიც ნაწილობრივ თქვენ გეკუთვნით, აი სააქციო საზოგადოება, ხო იცით რა არის? თქვენ ყველა ხართ სააქციო საზოგადოება, სადაც თქვენ გაქვთ წილი, კი ბატონო. 15% შენია. ვივაჭროთ? კაი, 20-მდე, ესე იგი დაგითმობ. ხო? 25 ვერ იქნება შენი, იმიტომ რომ იქ ბევრი ხალხი არის ჩასატევი, ვინც გაგზარდა, შენზე იმოქმედა, შთაგაგონა, რავი, ღმერთი ბუნება, გენეტიკა და ასე შემდეგ, რა, მილიონობით წელი ევოლუციის, ხო? ამიტომ პირველი პირობა ჩემი თხოვნა არის, რომ დაკონცენტრირდით, ხო, ოქროს თევზის ამბავია და მეორეა, რომ ამ ოქროს თევზმა რაც უკვე გააკეთა, იმას ჭირდება მადლიერება. მადლიერება ჭირდება და გამოხატვა ჭირდება ამ მადლიერებას, შარშან საახალწლოდ და ძალიან გირჩევთ ყველას, მადლიერების დღიური, ესეთ პროდუქტი აღმოვაჩინე Amazon-ზე, ჩვენთან ვერ ვიპოვე და ყველა გვერდზე არის რაღაცა, აი რა, რისთვის ახარ დედის მადლიერი ამ გვერდზე წერია და პატარა ის უნდა დაწერო, რომ ამისთვის. შემდეგ გვერდზე წერია, რისთვის ახარ შენი უახლოესი მეგობრის მადლიერი, მესამეზე კი შენი გენეტიკის რისთვის ახარ მადლიერი და ასე შემდეგ და ეს გრძელდება, ხო? ეს ჩვენ გვავარჯიშებს, რომ არ დაგვავიწყდეს ის ამბავი და მაგ იმაში შენი თავის მადლიერება მოდის, იმიტომ რომ შენი თავი ეწოდება სააქციო საზოგადოებას აი ამ ზემოთხსენებულების მიერ შექმნილს და დაფუძნებულს და გაერთიანებულს, ხო?